მოგესალმებით სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის სახელით, რომელიც გაერთიანებულია 7 უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია და კავკასიის უნივერსიტეტი. ჩვენს საინიციატივო ჯგუფს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შუალედური პოზიციის განსხვავებით გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ყოველად გაუმართლებლად მივიჩნევთ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში შევაგროვეთ დაახლოებით 1000-ზე მეტი ხელმოწერა, რომელსაც შეუერთეთ არსებულ ონლაინ პეტიციას და გარდა ამისა, ჩვენ შეუერთდების დღეს სამხალხო საზოგადოების მიერ 3 საათზე კანცელარიასთან დაგეგმილ აქციას, ასევე ჩვენ მომხრეებთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ხვალ შეუერთდეთ კონცერტს, რომელზეც კიდევ ერთხელ მომხრე საზოგადოებასთან ერთად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას, ოკუპაციას, ტოტალიტარიზმს და კიდევ ერთხელ გავუცხადეთ ბოიკოტს სოჭის ოლიმპიადას. თამარ ზაქუტაშვილი. არ არის პრობლემა, შევცვლოთ ადგილს. თეონა ზაქუტაშვილი. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ჩვენ გვაქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია და დანარჩენ საზოგადოებასაც მოუწოდებთ ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭის ოლიმპიადას იმ ფონზე, როდესაც რუსეთი სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს სოფელ დვანში საზღვრების უკანონო გადმოწევა, რითიც კიდევ ერთხელ ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იმ ფონზე, როდესაც ღონისძიება იმართება 10 კილომეტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან, იმ ფონზე, როდესაც ერთი შეხედვით მშვიდობიანი და სპორტული ღონისძიებების, თამაშობების ხელმძღვანელი და წინამძღოლი არის სიმბოლო ომისა და აგრესიისა, ავტომატურად ვშორდებით იდეალისტურ მიდგომას იმის შესახებ, რომ სპორტი და პოლიტიკა არის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული მოცემულობები, შესაბამისად ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს სახელმწიფოს საზოგადოებას და ეროვნულ კომიტეტს იკრონ პრინციპულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში და ეს იქნება მშვიდობიანი პროტესტი, გამოხატულება იმის, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას. მადლობთ. ეხლა შენ გააკეთე ისო ჩვენ ვუერთდებით. დიახ, ჩვენ კვირას შეუერთდებით რესპუბლიკის მოედანზე 6 საათზე დაგეგმილ საკონცერტო აქციას, ჩვენი სრული შემადგენლობა და შესაბამისად ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პროტესტს და გამოუცხადოთ ბოიკოტს სოჭის ოლიმპიადას. არა, ეს არის დამოუკიდებელი სტუდენტური ინიციატივა. ჩვენ როგორც აღნიშნეთ 7 უნივერსიტეტის სტუდენტები გავერთიანდით, ჩამონათვალი უკვე გავაკეთეთ, შესაბამისად ამის სტუდენტური თვითმმართველობისგან. ჩვენ შევაგროვეთ 1000-მდე ხელმოწერა, ჯგუფის წევრები სრულად ვართ წარმოდგენილი დარბაზში, ხოლო ხელმოწერები შეგროვდა დაახლოებით 1000. კი, 6 საათს ჩვენ უერთდებით. ჯერჯერობით არა, თუმცა ვფიქრობ საპროტესტო ტალღა, საზოგადოების საპროტესტო ტალღა იქიდან გამომდინარე, ჩვენ სახალხო სუვერენიტეტიდან გამომდინარე ვაფიქსირებთ თითქმის ყოველდღიურად ჩვენს პოზიციას, ვფიქრობთ ეს გარკვეულწილად აისახება ეროვნული კომიტეტის, ოლიმპიური კომიტეტის და მთავრობის გადაწყვეტილებაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ როგორც აღნიშნეთ, სრულ ბოიკოტს უცხადებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მართალია ეს გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისადმი შეიძლება საზოგადოებისგან შეიძლება აღქმული იქნეს როგორც მკაცრი, თუმცა ვფიქრობთ ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხში ეს იქნება მშვიდობიანი გამოხატულება და შესაბამისად ბოიკოტი არ გადაიზრდება აგრესიულ ფორმაში, იმას, რასაც ყოველდღიურად ახორციელებს რუსეთი.
დიახ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის მხრიდან ჩვენ ვიცით, რომ არის გარკვეული სანქციები, თუმცა ოლიმპიური ისტორიისთვის, საპროტესტო ისტორიისთვის ეს არ იქნება სიახლე და აღმოჩენა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვერანაირი სანქცია წინ ვერ უნდა აღუდგეს იმ ინტერესს, რასაც ქვია ეროვნული ინტერესი. დიახ, ვფიქრობ, იდეალურ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერა კარგი იქნებოდა, თუმცა ჩვენ შემთხვევაში პირველ რიგში ქართველებმა ერთმნიშვნელოვან და ცალსახად უნდა დაუჭიროთ მხარი ბოიკოტ სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ. სანქცია რაც რეალურია ყველაზე, ეს არის მხოლოდ ერთი ოლიმპიადის გამოსვლება, მხოლოდ ამ სპორტსმენების და არა ქვეყნის. შეიძლება შემდეგ ოლიმპიადაზე სხვა სპორტსმენებმა თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა. გმადლობთ.